თვითმმართველობას აქვს ყველაზე ძველი ფესვები, რაც კი შეიძლება რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში არსებობდეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიქტატორი თავისი სამყაროში, რომელსაც რომში რესპუბლიკა გააუქმა ფაქტობრივად და გადაიყვანა. მონარქიულ სისტემაზე იმპერატორი გახდა, მაგრამ იულიუს კეისარი მიხვდა, რომ ასე მართლა არ შეიძლებოდა. ქალაქებმა მიიღეს ავტონომიური სტატუსი, მათ მართავს არჩეული ხელისუფლების ორგანო. მოქალაქეს ეძლევა კვლავ მიიღოს მონაწილეობა მართვაში. ქალაქებს აქვს საკუთარი ქონება და ადმინისტრირების უფლება განსახადების აკრეფის კუთხით. და მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს სასამართლო. თვითმმართველობა ცოცხალი ორგანიზმივითა, ხო, იმიტომ რომ მოქალაქეს მისდევს. კიოლნი იბრძოდა თავისი თვითმმართველობის მოსაყრელად 80 წლიანი ომი ჰქონდა ეპისკოპოსთან. 1215 წელს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მაგნა კარტა ლიბერტალიუმ. თავისუფლების დიდი ქარტია. რომ მე-18 საუკუნის ბოლოს ხდება ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ახლა როგორ იქნებოდა მათ თავიანთი წვლილი არ შეეტანათ ამ ამბავში 1799 წლის დეკემბერში იღებენ აქტს მუნიციპალიტეტების შესახებ, კომუნების შესახებ. რევოლუცია მოიტანა მეოთხე ხელისუფლების გაჩენა ადგილობრივი თვითმმართველობის სახით. შენ თუ გინდა თავი დაიცვა ავტორიტარიზმისგან, ძალაუფლება უნდა დანაწილდეს არა მარტო ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურად. მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ პოდკასტების სერიას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების შესახებ. მე ვარ მაგდა პოპიაშვილი. ამ პოდკასტებს გავუძღვებით მე და ირაკლი მელაშვილი. პოდკასტები განთავსდება Facebook გვერდზე თვითმმართველობის დროა და ასევე ჩვენს ამავე სახელწოდების YouTube არხზე. მე გთხოვთ გამოიწეროთ ერთიც და მეორეც და თვალი მიადევნოთ ამ პოდკასტებს, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვისაუბრებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არსის შესახებ, მისი განვითარების ისტორიის შესახებ, ევროპულ გამოცდილებაზე თუ რა მოუტანა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებამ და ზოგადად ძლიერმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებას, რამდენად შეუწყო ამან ხელი ქვეყნების დემოკრატიზაციას, რა მდგომარეობაშია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და როგორ აისახება ეს მოქალაქეების ცხოვრებაზე ადგილებზე. პოდკასტების შექმნის შესაძლებლობა ჩვენ მოგვცა ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ, სწორედ მათი ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ ამ პროექტს. თუმცა ცხადია, რომ ამ პოდკასტებში გამოთქმული თითოეული მოსაზრება იქნება ეს ჩვენი თუ იმ სტუმრების, რომლებსაც მოვიწვევთ, გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და არა ჩვენს დონორ ორგანიზაციებს. დღეს მე და ირაკლი ვისაუბრებთ ზოგადად როგორ წარმოიშვა ადგილობრივი თვითმმართველობა, იმიტომ რომ ვფიქრობ ეს არის ძალიან საინტერესო თემა, რომელზეც ბევრი ინფორმაცია ამ ქვეყანაში სამწუხაროდ არ აქვთ ადამიანებს, თუმცა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენთან ირაკლი ჩვენს ქვეყანაში რატომღაც გონიათ, რომ თვითმმართველობა არის რაღაცა მე-20 საუკუნის თუ არა მე-19-ის მაინც რაღაც თეორია ხილი, რომელიც შემოვიდა, მას არ აქვს წარსული, მას არ აქვს ისტორია და აქედან გამომდინარე ცოტა მიუღებლობაც კი არის ხოლმე განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც რაღაცა ავტორიტარიზმიდან ცოტა ხნის წინ გამოსული ქვეყანაა და ამიტომ მიუღებლობაც უფრო მაღალია. სინამდვილეში თვითმმართველობას აქვს ყველაზე ძველი ფესვები, რაც კი შეიძლება რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში არსებობდეს, ხო? და ეს არ არის ნამდვილად არც მე-20, არც მე-19 საუკუნის მონაპოვარი. პირიქით, მე თუ მკითხავ, თვითმმართველობამ მოიპოვა სწორედ თვითმმართველობის განვითარება მოუტანა ქვეყნებს უკვე შემდგომში დემოკრატიზაციას, განვითარებას და ასე შემდეგ. ალბათ უნდა დავიწყოთ რომის იმპერიით, სავარაუდოდ და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს იულიუს კეისარით, რომელიც ითვლება ერთგვარ ფუძემდებლად ადგილობრივი თვითმმართველობის. მოგესალმებით ყველას, ხო, საქართველოში ჩვენს ვერ ჩამოუყალიბებულად საზოგადოებას და ელიტას რა დანიშნულება აქვს თვითმმართველობას, ნათელს მიაჩნია, რომ თვითმმართველობის საქმე არის, რომ თვითმმართველობა არის ტერიტორიული ორგანიზაცია, რომელმაც
თავრობის დავალებები უნდა შეასრულოს, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ის პროექტები უნდა განახორციელოს, რომ ეცი იმდენად მცირე არის, რომ ახლა ამაზე თავრობა როგორ უნდა შეაწუხოს. მესამე საერთოდ მიაჩნია, რომ თვითმმართველობის მთავარი დანიშნულება არის მორჩილებაში ყავდეს ადგილობრივი საზოგადოება. ჩვენ განსაკუთრებით 70 წელში ასე ვართ მიჩვეული, რომ ამას უნდა აკეთებდეს თვითმმართველობა. თვითმმართველობას მართლა ძალიან დიდი ისტორია აქვს. პირველად საერთოდ ითვლება, რომ რაღაც საფუძვლები ეს არის ბერძნული ქალაქი პოლისები, სადაც იყო არჩევითი ორგანოები, სადაც მოქალაქეები იკრიფებოდნენ და მსჯელობდნენ ქალაქების განვითარების საკითხებზე, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ესენი იყვნენ ქალაქ-სახელმწიფოები. ერთიან რაღაცა სახელმწიფო ადმინისტრაციულ სისტემაში, სწორი ხარ, იულიუს კეისარი 45-44 წლებში გამოსცემს იულიუს კეისრის აქტს მუნიციპალიტეტების შესახებ. საიდან წამოვიდა ხო ეს იდეა, ახლა იულიუს კეისარს ვერ დააბრალებ, დემოკრატია იყო დიდი. ხო? იულიუს კეისარი ერთ-ერთი ყველაზე დიქტატორი თავისი სამყაროში, რომელსაც რომში რესპუბლიკა გააუქმა ფაქტობრივად და გადაიყვანა მონარქიულ სისტემაზე იმპერატორი გახდა, მაგრამ იულიუს კეისარი მიხვდა, რომ ასე მართლა არ შეიძლებოდა. რომის იმპერია, რომელიც გადაჭიმულია დღევანდელი საქართველოდან შოტლანდიამდე და ნუბიის უდაბნოებიდან გერმანიის დღეებამდე, სადაც ათასობით დასახლება არის, რომიდან მისი მართვა შეუძლებელი იყო. ის მიხვდა იმას, რომ თუ იქ ყველგან გააგზავნით და მართველად რომიდან გაგზავნილ ადამიანს, ჯერ სანამ გაერკვევოდა ადგილობრივ პრობლემებში, ჯერ სანამ ჩავიდოდა იქამდე. ერთი პრობლემა იყო, მეორე ადგილობრივი ელიტები, რომელიც მას დაუპირისპირდებოდნენ და როგორ შეძლებდა ის ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას მესამე, ხომ? ეს ყველაფერი გამოიწვევდა უკმაყოფილებას, ეს უკმაყოფილება მიიმართებოდა რომის წინააღმდეგ, ამიტომ იულიუს კეისარმა გააკეთა ისე, რომ ამ ქალაქებს პირველმა მიანიჭა თვითმმართველობის სტატუსი. რას ნიშნავდა? ეს არის 4 პრინციპი, რომელზედაც 20 საუკუნეა დგას დღეს დასავლური ცივილიზაციას განვითარება მათ შორის. პირველი ქალაქებმა მიიღეს ავტონომიური სტატუსი, ის მათ მართავს არჩეული ხელისუფლების ორგანო აუცილებლად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ქალაქის მაცხოვრებელს, მოქალაქეს ეძლევა უფლება გარკვეული ვალდებულებების, სანაცვლოდ ვალდებულებები არის გადასახადის გადახდა და ლოიალობა, ეძლევა უფლება მიიღოს მონაწილეობა მართვაში. მესამე, ქალაქებს აქვს საკუთარი ქონება და ადმინისტრირების უფლება გადასახადების აკრეფის კუთხით. და მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს სასამართლო. ქალაქის მოქალაქეს ასამართლებს არა მეფე, ფეოდალი, ბატონი, არა, მას სასამართლოს ქალაქის სასამართლო. რეალურად რომის იმპერია მაიკ კეისრის ამ გადაწყვეტილებით რეალურად დადგა თვითმმართველობის იმ პრინციპებზე, რაც ევროპულ ქვეყნებში დღემდე არის ფუნდამენტი ადგილობრივი დემოკრატიის და ადგილობრივი თვითმმართველობის. ეხლა რომ გაუყვებით განვითარების გზას, რომის იმპერია მერე ეცემა, იწყება ეგრეთ წოდებული ძახიან ბნელ შუა საუკუნეებს, როდესაც ევროპაში განვითარება შეჩერდა, ქალაქები დამყარდა ყველგან დესპოტიური სისტემები, ფაქტობრივად, აბსოლუტური მონარქიებია დამყარებული. კონტინენტზე ძალიან ძლიერი არის ეკლესიის გავლენა, მაშინ მთელი ევროპა კათოლიკურია. მეფეები, ფეოდალები და ეკლესია ფლობენ ქალაქებს. თუმცა ბოდიში სანამ გადავალთ რომის იმპერიის შემდგომ პერიოდზე, რა მოუტანა ამან რომს და მის იმპერიას და რამდენად გაუმარტივდა მართვა? აი ამაზე რომ მითხრა. რომის იმპერია იყო საოცარი ეპოქა, ხო? საქართველოს მოყოლებული ირლანდიამდე ჩადიოდი, იყო გზები გაკეთებული, იყო კეთილმოწყობილი ქალაქები, იყო საზოგადოებრივი სივრცეები ამ ქალაქებში, ჩვენ საქართველოში შეგვიძლია ვნახოთ ეს იგივე კავკასიონის სტრაბონი რასწორ და ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვიყავით, რომის სამყაროს ნაწილი ვიყავით. ცხეთაში როგორ იყო ყველაფერი მოწყობილი, კანალიზაცია, მოკერწყლული ქუჩები, წყალმომარაგება 21 საუკუნეში ეს დღეს ცხეთაში არ არის. ბევრი რამეა, ხო? ამ ცხეთის მახლობლად აღმოჩენილი არის დასახლებები, რომელიც
არის საზოგადოებრივი აბანოები, არის შენობა ნაგებობები, არის მოწესრიგებული ურბანული დასახლებები, რომ გადავიდეთ უფრო იქით თურქეთისკენ და ევროპის სადაც გათხრილი არის ეს ქალაქები შემორჩენილი ძალიან ბევრი ქალაქი დღესაც დგას იმ დაგეგმარებაზე, რომელიც მაშინ გაკეთა ცენტრები, ძველი ქალაქის ცენტრები. ამან მოიტანა მოქალაქის ინსტიტუტის გაჩენა. რაც ყველაზე მთავარი მოიტანა სასამართლოს გაჩენა სასამართლოს, რომელიც არ არის წოდებრივი. შემდეგ როდესაც ეს შუა საუკუნეების განვითარება იწყება, ეს ყველაფერი იცვლება, ხდება წოდება მეფე არის მთავარი მოსამართლე, მის მიერ ნიშნები ამას, ანუ სასამართლო სისტემაც მთლიანად ხდება იმ დესპოტიური მმართველობის ნაწილი, მაგრამ ქალაქები ვითარდება, ხო? ქალაქები არის ძირითადი შემოსავლის წყარო. მაშინდელი ელიტის, მაშინდელი არისტოკრატიის, მაგრამ ქალაქებს არაფერი არ ხმარდება. ევროპული ქალაქები მაშინ საშინელ დღეში იყო და ქალაქები იწყებენ ბრძოლას. ბრძოლას სტატუსის მისაღებად, ბრძოლას იმისათვის, რომ დაიტოვონ შემოსავლები და თავად მართონ თავიანთი ტერიტორია, თავიანთი ურბანული სისტემა. რეალურად ეს არის თვითმმართველობის განვითარების მეორე ეტაპი და უფრო ძლიერი ალბათ კიდევ ვიდრე წვეტა არის დიდი რომის იმპერიის დაცემის შემდეგ არის დიდი წვეტა ევროპაში განვითარების და ფაქტურად ყველაფერი დაიწყებულია თეორიულ დონეზე არის მხოლოდ ეს ცოდნა დარჩენილი, მაგრამ როდესაც ეს ბრძოლა იწყება, ეს ბრძოლა ხშირ შემთხვევაში არის ძალიან სისხლიანი, მაგალითად კიოლნი იბრძოდა თავისი თვითმმართველობის მოსაუბრებლად 80 წლიანი ომი ჰქონდა ეპისკოპოსთან. როდესაც ეპისკოპოსი ქირაობდა ჯარს, მოდიოდა ამ ქალაქს არბევდა, დაბრუნდებოდა ქალაქი აჯანყებოდა, გააგდებდა და ეს მთელი ამდენი ხანი გრძელდებოდა. ინგლისში იწყება ძალიან კარგი სერიოზული პროცესი, როდესაც ინგლისის მეფის წინააღმდეგ გამოდის ქალაქის ელიტა და 1079 წელს ჩნდება პირველი ქარტია, რომელთაც ლონდონს მიენიჭა სტატუსი და ძალიან საინტერესოა ჩვენ ესე წარმოვიდგენია, რომ მიენიჭა და ეს რაღაცა ერთჯერადი პროცესია. იცით ბოლო თვითმმართველის სტატუსი როდის გაიცა დედოფალმა გასა 2023 წელს. 2023 წელს შარშანცი 4 ქალაქს მიანიჭა თვითმმართველი, იყო დიდი ზეიმი. ბუნებრივია, იმიტომ რომ თვითმმართველობა ცოცხალი ორგანიზმივითაა, ხო, იმიტომ რომ მოქალაქეს მისდევს და ამის შესაბამისად იცვლება მხოლოდ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილში გადარჩა ალბათ, ხო, რომ ოდესღაც რომ დაგვიწესეს, რომ ამ ტიპის მოწყობა უნდა გქონდეს, იქნება ეს ადმინისტრაციული, ტერიტორიული თუ ეკონომიკური თუ ამავდროულად და ამავდროულად, ისეთი გვაქვს მაგალითად საქართველოს დღემდე. თუმცა ამისგან განსხვავებით, ყველგან თვითმმართველობა არის რეალურად ძალიან ცოცხალი და მოქნილი და მისდევს იმას, თუ რა მდგომარეობაშია მოქალაქე. მოქალაქეზეა აწყობილი თვითმმართველობა და ამიტომაც ქალაქში ინგლისში 2023 წელს დიდი ზეიმი გაიმართა, ეს იყო სიმბოლური აქტი. მანამდე 2012 წელს ერთ პატარა უილსურ სოფელს მიენიჭა თვითმმართველის სტატუსი, იმიტომ რომ ამ სოფელში ოდესღაც კათედრალი იდგა და სოფელი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სასულიერო ცენტრს. ასე ხდება ეს, დღესაც გრძელდება ეს პროცესი. და ევროპაში ეს პროცესი ბევრად უფრო სისხლიანი იყო ვიდრე ინგლისში, მაგრამ ინგლისში ფაქტიურად იყო პირველი ქვეყანა, სადაც მეტნაკლებად ინსტიტუციონალიზაცია მოხდა. ლონდონის შემდეგ სხვადასხვა ქალაქებმა მიიღეს ეს სტატუსი, კენტერბერიმ, იორკმა, ასე შემდეგ და 1215 წელს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. მე ვფიქრობ კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ანგლო-საქსების ისტორიაში მაინც, ხო? მაგნა კარტა ლიბერტალიუმ, თავისუფლების დიდი ქარტია. რომელმაც მოაწესრიგა გარკვეულწილად ეს უფლება აი ურთიერთობები მეფის ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ჩვენ პირველად ვნახულობთ, რომ ამ სახელმწიფო დოკუმენტის ნაწილი ხდება გარანტიები ქალაქების თვითმმართველობისათვის, ლონდონისთვისაც და სხვა ქალაქებისთვისაც. ზოგადი პრინციპი, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები, რომ არავის არ აქვს მასში შარების უფლება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ევროპაში ეს პროცესი ბევრად სისხლიანად მიმდინარეობს, დიდი ბრძოლები არის, დიდი ომებია, მაგრამ მე-12-მე-13 საუკუნიდან უკვე თვითონ არისტოკრატიაც და რომის პაპის ხდება იმისა, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი და იზრდება ქალაქების რიცხვი, რომლებიც იღებენ თვითმმართველის სტატუსს, ისინი ხდიან გარკვეულ გადასახადებს, სახელმწიფო გადასახადებს, საეკლესიოს, ხოლო დანარჩენი რაც იკრიფება რჩება მუნიციპალიტეტში.
ეხლა რა მოიტანა უკვე ამ პროცესმა. ეს არის ყველაზე საინტერესო. სოციალური კიბის თვისაც ძალიან მნიშვნელოვანი რა ხდება, ხო? როდესაც ქალაქმა მიიღო საკუთარი შემოსავლები და დაიტოვა საკუთარი შემოსავლება, მიიღო მართვის უფლება, ეგრევე დადგა საკითხი, რომ ვის უნდა ემართა სანამ ის ეპისკოპოსის ან მეფის ქვეშ იყო, მას უნიშნავდნენ მართლს. ბუნებრივია ეს აღარავის აღარ უნდა და შემოვიდა არჩევითობა. ანუ ჩდება არჩევითი ხელისუფლება და ზუსტად არჩევითობა არ იყო არჩევნები არ ტარდებოდა იმ როგორც ახლა ვიტყვით მაგაზე საბოლოო ჯამში იგივე ლონდონის ქარტია ინგლისში მაგალითად ქარტიების მიხედვით ქარტიებს თავისუფლების ქარტიებს აძლევდნენ ქალაქებს აი აქ აღმოჩნდა რომ ის სოდნა შემორჩენილი იყო რაც იულუსკეისმა და დაწერა იმიტომ რომ გერმანია იქნება ეს იტალია იგივე მილანი პიაჩენცა იღებენ ხო დამოუკიდებლობას და ქმნიან ფაქტიურად ქალაქ რესპუბლიკებს ინგლისი იქნება ეს თუ გერმანია ყველა ეს დოკუმენტი რაღაცას უნდა დაფუძნებოდა სამართლებრივად და სამართლებრივად ებრძოდა იულუსკეისის აქტს ანუ ის 4 პრინციპი რაც იმ აქტში იყო ჩადებული არჩევითობა მოქალაქის უფლებები ვალდებულებები ქონება და სასამართლო ხდება ნაწილი უკვე ევროპული ქალაქების სამართლისა ეხლა როდესაც არჩევითობა გაჩნდა რა ხო ფეოდალური საზოგადოება არის ძალიან იერარქიული შენ იბადები და კვდები იმ სოციალურ ფენაში რომელიც წარმოადგენს თუ ხარ ძალიან ნიჭიერი რაღაცა დიდ სამხედრო წარმატებას ვიღებ რაღაცა დიდ დამსახურება გაქვს მეფის წინაშე შეიძლება ზევით ახვით მაგრამ შენ ხარ ამ იერარქიაში ჩაკეტილი ქალაქების გაჩენა და არჩევითობის გაჩენამ უკვე გააჩინა შესაძლებლობა რომ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი თუ არის ნიჭიერი თუ არის მწოდნე თუ არის აქტიური მას აქვს საშუალება უკვე გახდეს ელიტის ნაწილი ანუ აილანაცვლოს სოციალურ კიბეს ანუ გაჩნდა სოციალური კიბის შესაძლებლობა და ამან გამოიწვია ის რომ ადამიანებს მიეცათ განვითარების შესაძლებლობა ანუ საზოგადოების განვითარებაში პიროვნების წვლილი გაიზარდა გაჩნდა მეორე რამეც რითი შეიძლება დაბალი წარმომავლობის ადამიანმა აჯობოს არისტოკრატიის წარმომადგენლებს პირველ რიგში ცოდნით ამიტომ ამ სისტემის გაჩენამ გამოიწვია მოთხოვნილება საჯარო განათლების შექმნაზე. მანამდე წერა-კითხვის ცოდნა და განათლება ეს არისტოკრატიის საქმეა, დაქირავებული მასწავლებლები ყავთ, რომელიც სახლში მიდიან, რაღაცებს ასწავლიან. თვითმმართველი ქალაქების გაჩენამ გამოიწვია მოთხოვნა განათლებაზე, გაჩნდა სკოლები და გაჩნდა უმაღლესი სასწავლებელი. სადაც არ უნდა ნახოთ, ყველა უმაღლესი სასწავლებელი, ყველა სკოლა შუა საუკუნეების ევროპაში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ეს არის ყველაფერი ქალაქებში. ეს ხდება ყველაფერი ქალაქებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია უკვე აი ამ საზოგადოების ზრდა. ნაბიჯების სამოქალაქო საზოგადოებისათვის. იქნება სამართლის სისტემები, მაგდებურგის სამართალი, ლუბეკის სამართალი, ნიურნბერგის, იტალიური სამართლის, სხვა სამართლის სისტემა იყო. რამდენიმე რამე აერთიანებდა ამას. პირველ რიგში ის აწესებდა და ამკვიდრებდა ქალაქში არჩევითობის პრინციპებს და მართვის პრინციპებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს, გაჩერდა საინტერესო პრინციპი. ასეთი გამოთქმაც გაჩნდა ევროპაში, რომ იქ სადაც ქალაქია თავისუფალი სული ტრიალებს. ყმა გლეხი ფეოდალი და რომელიც გარბოდა ის თუ შევიდოდა ქალაქში. წელიწადი და ერთი დღე თუ გაძლევდა იქ და მიიღებდა ფიცს, გაჩნდა ფიცის ინსტრუმენტი, ანუ მოქალაქეები დებდნენ ფიცს, იღებდნენ ამ ფიცის საფუძველზე სამოქალაქო უფლებებს და გარკვეულ ვალდებულებებს, რომ გადაიხდიდა საზოგადოებრივ საკუთრებას მოუფრთხილდებოდა, აი ჩვენ რო გვიკვირს იქ რატო არის ეს, აქედან ბუდის ეს ყველაფერი. აი ამ თვითმმართველი ქალაქებიდან და ნელ-ნელა დაიწყო ამ სისტემამ შექმნა. ანუ თავისუფალი საზოგადოების ელემენტები ჩამოყალიბდა ქალაქში. და თვითმმართველი ქალაქების განვითარებამ შექმნა საფუძველი იმისა, რომ დასავლეთის ევროპის საზოგადოება, ევროპის სახელმწიფოება უკეთესად დაიწყეს მთავარი კაპიტალის გამოყენება, ეს იყო ადამიანური კაპიტალი. თუ მე-15 საუკუნემდე ევროპა სერიოზულად ჩამორჩება აზიას, რატომ? იმიტომ რომ სოფლის მეურნეობაზე დგას მაშინდელი ეკონომიკა. აზიაში ორი მოსავალია და ევროპაში ერთი. ბუნებრივი კლიმატური პირობების უფრო მდიდარი იყო რა თქმა უნდა. ბევრად უფრო განვითარებულია ხელოსნობა. ყველა ის გამოგონება, რომელიც მე ევროპამ მოდის აზიიდან.
დენთიდან სასწავლებლიდან დაწყებული, დაანჩაღლით დამთავრებული. მაგრამ ევროპა წინ გარბის მე-15 საუკუნიდან. იმიტომ რომ აზიაში დარჩა დესპოტიური სისტემა, სადაც ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობს 3-5% მაქსიმუმ ფენა. ევროპაში იქნება ამ თვითმართველი ქალაქების სისტემა, როდესაც მართვაში და წინსვლაში უკვე ათობით და ათასობით ადამიანები არიან ჩართული, ისინი წარმატებას აღწევენ და თითოეული წარმატებულ ადამიანს შეაქვს თავისი წვლილი საზოგადოების განვითარებაში და სახელმწიფოს განვითარებაში. ანუ ადამიანური რესურსის უკეთ გამოყენებამ ევროპას ბევრად წინ გაასწრებინა და ბევრად წინ წაწია, ვიდრე აზია, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ ჩარჩა დესპოტიურ სისტემებში. ანუ ეს არის მაგალითი იმისა, რომ დემოკრატიის განვითარება იძლევა თუ არა შედეგს მათ შორის მატერიალური განვითარების კუთხით. აი ევროპის განვითარება არის ამის საუკეთესო მაგალითი. კი, ევროპა რეალურად ამან აი ამ ქალაქების გააჩენამ, აი ამ სისტემების დანერგვამ გამოიყვანა იმ მდგომარეობიდან და აი ამ დემოკრატიზაციის გზაზე დადგომამ მიიყვანა რეალურად იმ მდგომარეობამდე, რაშიც მერე უკვე რისგანაც შემდეგ უკვე განვითარება პრაქტიკულად შეუქცევადი პროცესი გახდა ევროპის. ევროპის განვითარება გახდა შეუქცევადი პროცესი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანები ჩაერთენ განვითარების პროცესში მაქსიმალური რაოდენობით, ვისაც ამისი სურვილი ჰქონდა, ვინც ნიჭიერი იყო, სოციალური კიბე გაჩნდა, საშუალება გაჩნდა იმისა, რომ ყველა ნიჭიერმა ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას და ამ წარმატებით განავითაროს ეს საზოგადოება და შემდეგში ისინი უკვე დომინანტები გახდნენ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ სწორედ ადამიანური ფაქტორის გამოყენებით მათ გაასწრეს აზიას. მე საინტერესო პროცესი მიდის, ხო, მთელი ამ პერიოდში საფრანგეთის რევოლუციამდე ქალაქის სტატუსი მაინც პრივილეგია. საფრანგეთის რევოლუციის და ქალაქის სტატუსი პრივილეგია, სამართლის ნორმები არის, ქალაქები თვითონ ირჩევენ, ზოგი ირჩევს მაგდებურგის სამართალს, ზოგი ირჩევს სამართალს, ასე შემდეგ, ხოლო შორის ბევრს უყურებს უკრაინელები რატო არიან რუსებისგან განსხვავებულები ასე. უკრაინის ქალაქების რამდენიმე ათეული ქალაქი 4 საუკუნის განმავლობაში იმართებოდა მაგდებურგის სამართლით. მაშინ როდესაც რუსეთში იყო ბატონყმური წყობილება. და არც ერთ მოქალაქეს არც ერთ მაცხოვრებელს არაფრის უფლება არ ჰქონდათ. აქ იყო სასამართლოები, იგივე ჩერნიგოვში, აი იმ ქალაქებს რუსულენოვანებს, რომელსაც უწოდებენ, იქ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც სხვა სახელმწიფო სისტემაში დაიბადა, სადაც თავისუფლებას პატივს აქვს. გენეტიკურად ახდენს აი ეგ უნდა მეთქვა, გენეტიკურად მოსდევთ ეს თავისუფლებისადმი წმენა და იმიტომ უკვე მებრძოლები დღემდე შედიან რუსულენოვან ქალაქებში. ეს რუსულენოვანი ქალაქი ებრძვის მათ გამწარებული მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთნაირები არიან. უკრაინას დღეს არსებული თვითმმართველობის სისტემაც კარგად დაეხმარა წინააღმდეგობის გაწევაში განსაკუთრებით. მაგრამ აი ისტორიულად გადავიდეთ, უკრაინის მაგალითი არის ერთი კიევის რუსეთიდან გამოვიდნენ, ხო, თითქოს ორივე, მაგრამ აი ის იყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ლიტვა-პოლონეთის სამთავროს ნაწილი, ეს აღმოჩნდა მოსკოვის ნაწილი, რომელიც მონღოლების ქვეშ იყო და სრულიად ორი განსხვავებული ერი ჩამოყალიბდა თავისუფლებისადმი სრულიად განსხვავებული დამოკიდებულები და მათ შორის თვითმმართველობას ჰქონდა ამაში მნიშვნელობა, სხვადასხვა ამას აღნიშნავენ გერმანელი და უკრაინელი მეცნიერებიც. მე-19 საუკუნეში, 18 საუკუნის ბოლოს ხდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ახლა როგორ იქნებოდა მათ თავიანთი წვლილი არ შეეტანათ ამ ამბავში 1799 წლის დეკემბერში იღებენ აქტს მუნიციპალიტეტების შესახებ, კომუნების შესახებ. ანუ თუ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გარკვეული ინსტიტუციონალიზება მოხდა ოღონდ ზედაპირული ჩანაწერის სახით თავისუფლების დიდ ქარტიაში 1215 წლის უკვე კანონმდებლობის დონეზე ინსტიტუციონალიზაცია თვითმმართველობის ხდება საფრანგეთის რევოლუციის დროს და რატომ არის კიდევ ერთხელ ვუსვამ ხას ეს მნიშვნელოვანი. მანამდე თვითმმართველობა იყო ქალაქების გარკვეული ქალაქების პრივილეგია, რომელსაც შენ ბატონი განიჭებდა. ანუ სამართლებრივად რო აიღო, ვინც მოგცა იმაში უძლია წაგართოს რა. და იყო ასეთი პრეცედენტები, მცდელობები ქალაქებისთვის სტატუსის დათმობის, მაგრამ როგორც წესი არ თავდებოდა ეს კარგად.
საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ უკვე გაჩნდა ის მომენტი, რომ თვითმმართველობა და კომუნები გახდნენ ევროპის სახელმწიფო სისტემების ნაწილი და მოხდა მათი ინსტიტუციონალიზაცია. უკვე 1831 წელს პირველი კონსტიტუციაშიც ბელგიამ შეიტანა და გახადა ქალაქი ნაწილად და თვითმმართველობა ნაწილად სახელმწიფო მართვის სისტემას და იქ განვითარდა პრუსიაშიც, გერმანიაშიც, ბრიტანეთიც კი ინგლისის იმპერია, რომელიც განსხვავებული მათ კონსტიტუცია არ აქვს, ხო, ის 1215 წლის მიღებული აქტი საფუძველს წარმოადგენს ბრიტანული თავისუფლების 1855 წელს მიიღეს კანონი, რომელთაც მოაწესრიგეს უკვე სისტემა და მხოლოდ 1215 წელზე არ დარჩა. საბოლოო ჯამში ვივედით იქამდე, რომ ევროპულმა ცივილიზაციამ და ევროპული აზროვნება ჩამოყალიბდა იმ პრინციპზე, რომ შენ როგორც უნდა დაანაწილო ცენტრალური ხელისუფლების დონეზე სისტემა, შენ თუ გინდა რომ არ დაუშვა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის შექმნა და ახლა ევროპის ისტორია ძალიან განთქმული არის დესპოტიებითაც, გიჟი მმართველებითაც, სულელებითაც. ამას არ ყოფნის მხოლოდ ცენტრალურ დონეზე, აი იმ ტრიადის განხორციელება, ხო? საკანონმდებლო წარმომადგენლობითი რეალურად საფრანგეთის რევოლუცია მოიტანა მეოთხე ხელისუფლების გაჩენა ადგილობრივი თვითმმართველობის სახით და ეს გახდა საჯარო ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი რეალურად. განუყოფელი ნაწილი და უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მეორე მსოფლიო ომის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ეს სისტემა, ასე რომ შენ თუ გინდა თავი დაიცვა ავტორიტარიზმისკენ, ავტორიტარიზმისგან ძალაუფლება უნდა დაანაწილდეს არა მარტო ჰორიზონტალზე, არამედ ანუ ყველა ვიქტორ რამეს. შენ თუ მთელი ფინანსები ქონება, ყველა პროგრამა, ყველა პროექტი, ინფრასტრუქტურა იქნება ეს, ბიზნესის განვითარება იქნება, სოციალური პროგრამები იქნება, კულტურა, სპორტი, თეატრი, კინო, ჯანდაცვა, ეს ყველაფერი თუ არის მთავრობის ხელში, ანუ რამდენიმე ადამიანის ხელში, შენ გექნება მუდმივი საფრთხე იმისა, რომ მთავრობამ გამოიყენოს ეს მის ხელთ არსებული ბერკეტები საზოგადოების ზეწოლისათვის. ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ევროპაში რა ხდებოდა და ცოტა საქართველოზე თუ არ ჩავთვლით მცხეთას, რომელიც მაშინ რომის იმპერიის რაღაცა ნაწილად მოიაზრებოდა და შესაბამისად აქ ეს მაშინდელი ინფრასტრუქტურა იმპერიის არა, სამყაროს უფრო სწორად კი რომაული სამყაროს ნაწილად. თუმცა ამის შემდეგ სად ვიყავით? ჩვენთან ძალიან რთულად მიდიოდა რეალურად განვითარების ეტაპები, ხო? მუდმივად დაპყრობილი, მუდმივად დანაწევრებული, მუდმივად გადარჩენის პრობლემა გვედგა და რეალურად არ გვეცალა არასოდეს განვითარებისთვის. თუმცა ქონდა რაიმე ხელშესახები მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე მე-19 საუკუნემდე, იმიტომ რომ მე-19 საუკუნიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ დაიწყო რეალურად აქ თვითმმართველობის რაღაც საფუძვლების ჩაყრა, მანამდე რა ხდებოდა ჩვენთან? ცნობები ძალიან მწირია, ჩვენ ვიცით რომ მაგალითად სოფლად მთაში განსაკუთრებით არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც თემის მიერ არჩეული პირები, ხევისბერები მართავდნენ. იყო თუ არა საქალაქო თვითმმართველობა, ну ასეთი მაგალითად იყო თბილისი არაბების დროს, თბილისი იყო არაბული სამყაროს ნაწილი, თბილისი საამირო. კლასიკური ამბავია თბილისის საამიროს აჯანყება, მან ვარი თქვა ხალიფასად მორჩილებაზე მოვაყურო, ესაც გამოაგზავნეს, ოღონდ კლასიკა არის აბსოლუტური. რაც ხდებოდა ევროპაში, მაშინ რომ ესაც ვარს იცახდნენ გადახდაზე და მე ომები მიდიოდა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქალაქს შორის. დაახლოებით იგივე საკითხები გადახდებოდა, აი მე-11 და მე-12 საუკუნეში ჩვენ არ გვაქვს ამისი წყაროები, ირიბი წყაროები ჩვენებენ რომ რაღაცები არსებობდა, ხო, ქალაქს უნდა საკუთარი შემოსავალი, მაგალითად ესეც წყაროებს წერია, რომ თამარიდან გულხვი იყო, რომ თბილისის მთელი შემოსავალი იმ საჩუქრების დარიგებაზე მიდიოდა, რომელსაც ის კარგი ამბის მონტანს ტოვებს გადასცემდა ხოლმე, ხო? მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს ქალაქის შემოსავალი ცალკე არსებობდა და ცალკე აღირიცხებოდა, ხო? მაგრამ მმართველობის სისტემა როგორი იყოს, ანუ ჩვენ არაფერი არ აქვს სამწუხაროდ შემორჩენილი, ვიდრე მე-19 საუკუნეზე, მე-19 საუკუნეში ალექსანდრე მეორის დროს იწყება რეფორმა,
ალექსანდრე ჩამოდის თბილისში და მაშინ აი ვისაც ახსოვთ სკოლაშიც ვისწავლია ხიჭავდა ხილობის პრობლემა რომ ჩვენი ელიტა ერთი ნაწილი ითხოვდა სამხედრო სასწავლებელს მეორე უნივერსიტეტს კომუნისტები ამას მცირე რომელიც ითხოვდა თვითმმართველობას და აქედან დაიწყო რეალურად ამას ჩვენ არ გვასწავლეთ ჩვენი განვითარების ამას არ გვასწავლიდნენ ეს ბევრმა არ იცის დიახ იყო ის ხალხი რომელიც ეთხოვდა ერობას საქმე იმაში იყო რუსეთის იმპერია ხო საოცარი იმპერია იყო მოაწყვეს თვითმმართველი ქალაქების სტატუსი მისცეს თავისთვის უნდათ მხოლოდ მაგრამ ერობები რაც ხო რეგიონალური დონე არასლავური რეგიონებისათვის არ გაიმეტეს და ქართველები 70-იანი წლებიდან იწყებენ ბრძოლას იმისათვის რომ მაშინ ორი გუბერნია იყო საქართველოში თბილისი და ქუთაისი რომ ორივე გუბერნიაში იყო დიდი მოძრაობა ერობის და 70 წლის განმავლობაში ჩვენ ამას ვერ ვიღებთ გასაოცარი პრესა გვაქვს მაშინდელი როცა აი ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი იწერებოდა. გასაოცარი წერილები შემოგჩა, თუნდაც მხოლოდ ილია ჭავჭავაძის წერილები, ეს არის მართლა შედევრალური წერილები, როგორ ხედავდა მაშინდელი ინტელიგენცია საკუთარი ქვეყნის განვითარებას. სამწუხაროდ რა თქმა უნდა, ნაწილი ჩვენ ყავდა ძალიან თბილისის საკრებულო, რომელიც პირველად აირჩა 70-იან წლებში და პირველი მერი გახდა ქალაქის დიმიტრი ყიფიანი, რომ ძალიან ცოტა ხანი იყო და მერე გააძევეს საქართველოს და საბოლოო ჯამში მოკლეს. თბილისის საკრებულო ხდება ჩვენი პოლიტიკური ცენტრი. თბილისის საკრებულო და თბილისის საკრებულოდან გამოდის ძალიან ბევრი მოღვაწე, პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც მერე დამოუკიდებლობის გადადის სხვადასხვა, კი, რა თქმა უნდა, მათ შორის დიდი წვლილი მიუძღვით უკვე სხვადასხვა ქალაქების განვითარებაში და მხოლოდ ნიკოლაძის და ფოთის მაგალითის საკმარისეებისთვის, რომ ეს წარმოიდგინა. სხვათა შორის ჩვენი თვითმმართველობის საოცარი ისტორიები გვაქვს, ამისი ავლევის ისტორია, აბრეშუმის კოოპერატივის ისტორია ქუთაისში რომელად გულგულა და შემდეგ ძალიან ბევრი ეს არის ძალიან დიდი თემა რომელზეც მე ვფიქრობ რომ ღირს ალკე პოდკასტის გაკეთება იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ თავიანთი საოცრებას აკეთებდნენ სინამდვილეში და იმ მოქალაქეების რომლებიც აი ამისთვის იბრძოდნენ რომლებმაც ამაზე იმუშავეს მათ შორის იმ ადამიანების შესახებ რომლებიც ძალიან საინტერესო სათემო განვითარების პირველი ელექტროფიცირებული დასახლება საქართველოში, კი არა კავკასიაში, იყო ერთი პატარა სოფელი საქართველოში, რომელიც ადგილობრივ ავლები. ავლების თემი. და უამრავი მართლა საინტერესო ისტორიაა ის რომ აი ამ ჩვენ თემებში, რომ აი თვითმმართველობ ელემენტების მქონე თემებში ნაწარმოები პროდუქცია გავიდა პირველ მსოფლიო გამოფენაზე პარიზში და იქ ვერცხლის მედალი მოიპოვა, სენსაცია იყო საერთოდ არ იცოდნენ. იქ ვინ არიან, რა არიან, რა სოფელი, რის კოოპერატივი. მაგრამ იყო ეს ისტორიები და ჩვენ რა თქმა უნდა იყო ფოთის ისტორია, თუმცა მარტო ფოთი არ იყო, იყო ბათუმის ისტორია, იყო ახალციხის ისტორია, იყო თავად თბილისის ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ თბილისში რითაც ვამაყობთ დღეს და როგორც გონია რომ კომუნისტური რეჟიმის დროს არის ფუნიკულორიდან დაწყებული ქალაქის დაგეგმვით და ბევრი რამე გაკეთებული. ეს არის თბილისის თვითმმართველობის გაკეთებული, ეგ საოცარი პატრიოტი ხალხი იყვნენ, სხვათა შორის მიუხედავად მათი ეროვნული წარმოშობისა, ბევრს არ ესმის ეს, მარტო მანთაშოვის ისტორია, რომელიც უზარმაზარი ქონება დაუტოვა ქალაქს, ანუ თავისი შვილებს კი არ განსა ქალაქს დაუტოვა ეს ქონება, იმისათვის რომ ქალაქი განვითარებულიყო და ეს ხალხი აშენებდა გზებს, სასტუმროებს, სამავტყოფოებს, ქმნიდა ინფრასტრუქტურას, ახლა შეიძლება გაიცი. სანეპიცენტრიდან დაწყებული ბოინით დამთავრებული, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ქალაქში არ მოხდარიყო ეპიდემია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კეთდება. სავარაუდოდ ძალიან დიდი, ისეთი ქველმოქმედების სურვილიც და ძალიან ბევრი ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში მაშინ გაჩნდა და ძალიან დიდი როლი შეასრულეს როგორც ამ ქალაქის ამ ქვეყნის განვითარებაში. მოდი ამაზე უფრო დეტალურად შემდეგ პოდკასტში ერთი რამე არის მთავარი. დღეს ამით დავასრულებ. თბილისის ევროპული ქალაქად ჩამოყალიბება ის იწყება მას შემდეგ, რაც თბილისმა მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, შეიძინა თავისი ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეების წინაშე იყო ანგარიშვალდებული და დაიწყო უკვე ქალაქის როგორც ურბანული ცენტრის განვითარება. მანამდე ეს არ ხდება.
აი ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელიც ასევე უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის შესახებ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ, გვისმინეთ. იმედია, ახალი საინტერესო ამბები დღეს თქვენ გაიგეთ. ჩვენ ვეცდებით, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი პოდკასტები. ვეცდებით ასევე, რომ მოგაწოდოთ ბევრი ინფორმაცია დღეს რა ხდება ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში თვითმმართველობის მიმართულებით. დიდი მადლობა და მადლობა ყველას.